ქალი რომელიც გიყვარს შეიძლება რომ უღალატო ამ ქალს როცა კაცი შეყვარებულია იცი რა ერთმნიშვნელოვნად არა და არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ როდესაც საიდან იქიდან დავიწყოთ რომ აი რა არის ღალატი ადამიანები ერთად შეიყრებიან ცხოვრობენ ერთმანეთთან არა აქვთ გახსნილი კომუნიკაცია როგორც ურთიერთობაზე ისე სექსზე ისე კომუნიკაციაზე ისე სამომავლო გეგმებზე და ეს ორი გაჩუმებული ადამიანი იგროვებს რაღაცა ნეგატივს ერთმანეთზე და მერე გინდა ქალი იქნება თუ გინდა კაცი იქნება ერთ დღეს როდესაც ეს ყველაფერი ამოასხავს წავა და სხვა ადამიანთან ამ ყველაფერს ასე ვთქვათ გაიქარვებს ამ შეგრძნებებს და ჩათვლის რომ რაღაცა მიიღო სიამდვილეში ვერაფერი ვერ მიიღე ეს იყო ჩვეულებრივი როგორ გითხრა დაგროვილი ბოღმა იმ ადამიანზე რომელიცგანაც რაღაცების ელოდებოდი და ვერ მიიღე იმიტომ რომ როგორ ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ მოხვედით იქამდე იმ გაგებამდე რომ ერთმანეთისთვის აგეხსნათ რა გინდოდათ ხალათით ვერც ენერგიას ვერც სიამოვნებას ანუ არ არის ამაში არაფერი ყოველთვის როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ხალატობს ეს ადამიანი არის თავის გონებაში დაზიანებული ამ ადამიანს აქვს ბევრი უთქმელი რაღაცა თავის შიგნით ან მეორე ადამიანს ერთმანეთთან არეულია კომუნიკაცია რომ უბრალოდ ფიზიკურად ისე სადღაც გაგიჟდი რომ თავი ვერ შეიკავე და უღალატე მე ადამიანს რომელიც გიყვარს სახში გელოდება ეს ამას ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ესეა ფიზიკურად შესაბამისად ნებისმიერი ღალატი ეს არის უკვე დასრულებული ურთიერთობის შედეგი რომელსაც აღარ აქვს გაგრძელების პოტენციალი უმეტეს შემთხვევაში გავი ყველაფერი ხდება ფაქტ ნუ მომედავება ნუ რა ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს ყველაფერი შეიძლება თავიდან დაიწყოს მაგრამ ჩვენ ვიძახით ძირითადად 90% შემთხვევაში ეს უკვე დასრულებული ურთიერთობის შედეგია როდესაც აღარც დიდად გზნობა გაქვს ამ ადამიანის მიმართ აღარც დიდად პატივისცემა გაქვს აღარც სურვილი გაქვს რომ რაღაცა გამოსწორდეს და სადღაც შვებას ნახულობ როდესაც სხვა ადამიანმა მოგცა validation-ი როგორ არის აი რაღაცა ხო შენი რაღაცა ნაწილი აღიარა რომ ხო ჯერ კიდე შეიძლება იყო აქტუალური ვიღაცისთვის